საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტვ's ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას სახელწოდებით ქართველური ცივილიზაცია. ჩვენ დღეს გვაქვს მეორე ციკლის მეექვსე საუბარი და ეს მეექვსე საუბარი, რა თქმა უნდა, აგრძელებს ჩვენს წინა საუბარს ამირანისა და თევზის ურთიერთკავშირზე. ჩვენ როდესაც ამირანისა და თევზის ურთიერთკავშირზე ვისაუბრეთ, იქ ვახსენეთ, რომ თურმე ქართველები წარმოდგენილი ყოფილან რომელიღაც უშორეს დროს ვეშაპის სახით. ვეშაპის წინ კი, როგორც მარი ამბობს, იყო თევზის კულტი. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ თევზის კულტის ქვეშ, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეფარული, დამალული ერი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც თევზის კულტი იყო გავრცელებული, ის, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უნდა დაკავშირებული ყოფილიყო ქართველურ ტომებთან, ვინაიდან, როგორც ჩვენ წინა საუბრის დროს ვნახეთ, თევზის კულტის დათარიღება ძალიან ღრმა ისტორიულ წარსულში ჩადის, ხო? და ვთქვით, რომ ეს არის ძველი წელთა აღრიცხვის 6000 უკაცრავად 5500 წელი. აქამ დღევანდელი დღის ჩათვლით კი უკვე ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად 8500 წელი. ეს მასალა ანუ თევზთან დაკავშირებული მასალა, როგორც ვნახეთ, არის საქართველოს დღევანდელი ტერიტორიიდან როგორც საკმაოდ შორს, მაგალითად შუმერში, ასევე შედარებით უფრო ახლოს, მაგალითად მასის მთებში, ანდა ქორთუს მთებში, კორდუხის მთებში, ანუ დღევანდელ არარატის მთებთან. აქ ჩვენ აგრეთვე წინა საუბარში ვახსენეთ ვეშაპოიდები, რომლებიც ასევე ერიდუს თარიღს უკავშირდებოდნენ, ხო? იმიტომ რომ ისინი დათარიღებული არის ძველი წელთა აღრიცხვით 5000 წელს. მაგრამ ჩვენს წინა საუბარში ჩვენ იმაზეც გავამახვილეთ ყურადღება, რომ ამის ტერიტორიაზე ნაპოვნი ვეშაპოიდები ძირითადად სულ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არიან. მაშინ, როდესაც საქართველოში ნაპოვნი ვეშაპოიდების ქვასვეტები არის სულ ყველა ვერტიკალურ მდგომარეობაში ერთის გამოკლებით. რას უნდა ნიშნავდეს თევზის აი ასეთი განსხვავებული პოზიციები, ანდა აქვს თუ არა მას რაიმე მნიშვნელობა? როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა მივაკითხოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, შუმერსაც, იმიტომ რომ შუმერში სწორედ სულ კალმახი იყო ადგილობრივი მოსახლეობის წინამძღოლი, ისევე როგორც საქართველოში მგლის ლეგენდის მიხედვით სულ კალმახი ქართველი კალმახ ტომთა სულიერი მოძღვარი და წინამძღოლი გახდათ. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში? როგორც წინა საუბარში ვთქვით, კამათი მიმდინარეობდა ამ ვეშაპოიდების აღმოჩენის შემდეგ, თუ რომელი მდგომარეობა, ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური იყო წამყვანი, ანუ იყო პირველადი და ეს საკითხი გადაწყდა ვერტიკალურის სასარგებლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა ვეშაპოიდები აღმართული იყო ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ კი უფრო მოგვიანებით ანის ტერიტორიაზე.
მაგრამ რას ნიშნავდა აი ეს თევზის სიმბოლიკა რა იყო მასში ჩადებული რას ნიშნავდა ჰორიზონტალური პოზიცია თავით ზევით თავით ქვევით და რას ნიშნავდა უკაცრავად ვერტიკალური პოზიცია და რას ნიშნავდა ეს ჰორიზონტალური მდებარეობა ამის გასარკვევად ჩვენ რა თქმა უნდა ისევ შუმერში უნდა წავიდეთ და ეს არც თუ ისე მარტივი საკითხი გახლავთ. მაშასე, ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ სამ საბეჭდავს. მარცხენა კუთხეში სლაიდის მარცხენა კუთხეში ნაჩვენები არის თევზების ცურვა მდინარის ან ნაკადის მიმართულებით. ანუ ეს არის თევზის ბუნებრივი გარემო, მაგრამ გარდა ბუნებრივი გარემოსი ჩვენ ხედავთ თევზებს არაბუნებრივ გარემოშიც. აი მაგალითად სლაიდის მარჯვენა კუთხეში თქვენ ხედავთ გამოსახულებას მინდა ეხლავე ბოდიში მოგიხადოთ შეიძლება ეს კარგად შეიძლება აი ამ საბეჭდავების გამოსახულებები კარგად არ ჩანდეს ეკრანზე იმიტომ რომ თვითონ საბეჭდავები არის ძალიან პატარა და თვითონ წიგნი საიდანაც ეს საბეჭდავები იყო აღებული გახლავთ ჰენრი ფრენკფურტის 1939 წელს გამოცემული წიგნი და იგი საკმაოდ ასე ვთქვათ შელახული გახდათ აქედან გამომდინარე გარკვეულწილად ჩემს სიტყვასაც უნდა ენდოთ. მაშასე აი აქეთ მარჯვენა კუთხეში ჩვენ ხედავთ კიდევ ერთ საბეჭდავს, რომელზეც გამოსახული არის სამი პიროვნება. აქედან ორი პიროვნება მჯდომარე პოზიციაშია და მჯდომარე პოზიციაში მყოფი პირები უფრო ქალბატონები არიან, ხო? და შუაში მდგომი ალბათ მამაკაცი უკვე დგას მათ შორის, მაგრამ საინტერესო ის არის რომ პირველ ქალბატონს რომელიც მჯდომარე პირველ ქალბატონს რაღაც გარკვეული პოზა უჭირავს ხო ხელები აქვს თითქოს ზევით აღმართული ანუ მკერდთან მიდანილი მაშინ როდესაც მეორე ქალბატონი კუთხეში რომ არის ხო ის გარკვეულ ინსტრუმენტზე უკრავს ეს ინსტრუმენტი ჩვენ ქნარს მოგვაკონებს და პიროვნება რომელიც შუაში დგას როგორც ჩანს გარკვეულ საკულტო რიტუალს ატარებს ეს ჩემი უშუალო განმარტება გახლავთ აღნიშნული საბეჭდავისა თორე ის ასე ჰენრი ფრენკფურტის წიგნში მოცემული არის აღნიშნული საბეჭდავის მხოლოდ აღწერილობა და აქცენტი გაკეთებული არის ზედა რეგისტრში მოცემულ დეკორზე რაც შეეხება ქვედა კომპოზიციას რა თქმა უნდა იგი ძალიან ძნელი ასახსნელია იმდენად რამდენადაც კომპოზიციაში შემოყვანილია თევზი და ეს თევზი სულაც არ არის თავის ბუნებრივ გარემოში თქვენ ალბათ ხედავთ რომ აი ეს შუაში აი თევზის გამოსახულებას ალბათ ხედავთ იგი ოდნავ არის თითქოს მიწიდან აწეული უკვე ჰაერში არის და თავით ზევით მიემართება ზეცისაკენ აი ეს კომპოზიცია მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თევზის სიმბოლიკას ქართულ სინამდვილეში და ქართულ სამყაროში ჩვენ უკვე გვაძლევს ნიშანს იმის შესახებ რომ აქ შეიძლება გამოსახული იყოს გარკვეული რიტუალი, გარკვეული საკულტო რიტუალი, რომელიც მიძღვნილი იყო თევზისადმი, თევზის კულტისადმი, ან და რომელშიც მონაწილეობდა თევზის კულტი, ანუ შეიძლება შესაწირი ყოფილიყო მაგალითად თევზის, თუმცა აი ამ ბოლო აზრს რა თქმა უნდა თევზის მდებარეობა არ ადასტურებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს კომპოზიცია შუმერულ საბეჭდავში, ესენი სულ ყველა არქაული საბეჭდავები გახლავთ, სადაც ჩვენ ფაქტობრივად ვერ საზღვრავთ თევზის გამოჩენას და თევზის გამოსახულებას ამა თუ იმ კომპოზიციაში. კიდევ უფრო რთული ამოსაცნობი ხდება თევზის როლი იმ კომპოზიციაში, რომელიც მოცემული არის სლაიდის შუაში და უფრო ქვემოთ. აქაც რაღაც რელიგიური რიტუალური სცენა არის ასახული, მაგრამ მთავარი მოქმედი გმირები ძირითადად სულ პიროვნებები არიან, ხო? და აი ქალსა და მამაკაცს შორის ისევ ჩვენ ხედავთ თევზს, მაგრამ ამ შემთხვევაში თევზი თითქოს
თავისი კუდით მიწაზე დგას. მართალია მას თავი ზევით აუწევია ზეცისაკენ, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ იგი ჯერ მიწაზე დგას, ჩვენ გვიჩვენებს, რომ აი აფრენილ თუ შეიძლება ასე ითქვას, თევზსა და მიწაზე მდგომ თევზს შორის სერიოზული განსხვავება უნდა იყოს, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საბეჭდავის ავტორი მას სხვანაირად გამოხატავდა. აი თევზის ეს პოზიცია, ასე ვთქვათ, აღმასვლის, აღმაფრევის და მიწაზე დგომის თვალსაზრისით, როგორც აღმოჩნდება, საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ ყოფილა. ახლა მე მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი საბეჭდავი, ესეც შუმერული საბეჭდავი გახლავთ, თუ ეს სამი შუმერული საბეჭდავი არქაული ტიპისაა, შემდეგი საბეჭდავი, ეს თუ არ ვწდები, ურში იყო აღმოჩენილი. რა არის აქ გამოსახული? აქ გაგახსენებთ ახლა წინა საუბარში ჩვენ მგლის ლეგენდა, როდესაც ვახსენეთ, მე ვთქვი, რომ აი დიდი ყურადღება მივაქციოთ მეთქი იმას, რომ ეს კალმახები ზევით მიდიან, ხო? მდინარის საწყისებში, სადღაც ზევით მთებშიო. აი ახლა გამოგვადგება ჩვენ აი ამ ეპიზოდის გახსენება. მაშასე ასირიოლოგთა მიხედვით აღნიშნული საბეჭდავი გამოხატავს მთებს, ეს უკაცრავად ღმერთებს, რომლებიც მთებში არიან. და ასევე ქვია, მთები ეს ღმერთები მთებში. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ღმერთები და რა კონტექსტში არიან ისინი წარმოდგენილნი. მარცხენა კუთხეში, როგორც ხედავთ, არის ქალის გამოსახულება მოცემული, ეს გახლავთ იშტარი. იშტარი იყო ცისკრის ვარსკვლავი ასტრონომიულად და ამავე დროს იგი იყო სიყვარულისა და ომის ღმერთი. ძალიან დიდი ღვთაება გახდათ. სრულიად საპირისპირო კუთხეში, ანუ მარჯვენა მხარეს, თქვენ თუ ხედავთ, ორსახიანი პიროვნება დგას. აი ეს ორსახიანი პიროვნება ყოველთვის თან დაჰყვებოდა ხოლმე ენქის და ჩვენ ენქიზე წინა საუბარში უკვე ვისაუბრეთ, ხო, ეს არის იბრძვის, მიწისქვეშა წყლების და ჯადოქრობის გამგე ღვთაება და ამ მის ასე ვთქვათ მხლებელ ღვთაებას შუმერულად ეწოდება ისიმუდი, ხოლო აკადურად კი მას ქვია უსმუ. აი ეს უსმუ, ანუ იგივე ისიმუდი სულთან დაყვებოდა ხოლმე ენქის. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითონ კომპოზიციის შუაში ჩვენ გვყავს ენქი და მართლაც რომ ეს ენქია, ამას ადასტურებს ის წყლის ნაკადები, რომლებიც მის გარშემოა და ეს წყლის ნაკადები ქმნიან გარკვეულწილად თაღს. ანუ ჩვენ აქ მინიშნება გვაქვს ისევ იმაზე, რომ ფაქტიურად ჩვენ ამ მდინარეების სათავეში ვართ, სადღაც მთებში ვართ ზევით. ეს კი ისევ გვაკავშირებს ჩვენ მგლის ლეგენდასთან, ხო? ახლა დავაკვირდეთ თევზებს, ხო? თევზები ამ ნაკადულის მდინარეთა ნაკადის საწინააღმდეგოდ მიცურავენ. აი ეს თვისება ახასიათებთ კალმახებს. კალმახები მიცურავენ ხოლმე მდინარის ნაკადის საწინააღმდეგოდ იმისათვის, რომ მათ ქვირითი დადონ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი ის მგლის ლეგენდის მონაკვეთი, რომელიც ჩვენ წინა საუბრის დროს განვიხილეთ, აქ ფაქტიურად არის ხორცშესხმული აი ამ პატარა საბეჭდავში. და ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რომ დასტურდება იმითაც, რომ ენქი, როგორც უკვე ვთქვი, ქართველური ლექსემებისაგან შემდგარი სახელი გახლავთ. ახლა კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ძალიან საინტერესოა და მისი მნიშვნელობა საცნაური გახდება უფრო შემდეგ ჩვენს საუბარში, რომელიც ასევე შუმერულ საბეჭდავს და შუმერულსა და ქართულ მასალას მიეწვდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ აი ამ კონტექსტში ვისაუბრებ. ეს გამოსახულება
რომელზედაც ვამბობ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, მეთქი არის ეს პატარა რკალები, რომლებიც საბეჭდავის სულ ქვედა რეგისტრში არის განლაგებული. აღნიშნული გამოსახულება მთას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ეს მთა ერთი კი არ არის, არამედ ბევრია. და უფრო მეცაც ვიტყვით, ბევრი კი არ არის, არამედ რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, გარკვეულ ხაზს წარმოქმნიან. ანუ მათ აქვთ უფრო ქედის ფორმა და აქედან გამომდინარე, თუ ქედის ფორმა აქვს, ჩვენ სავსებით შეგვიძლია იგი გაუტოლოთ, რა თქმა უნდა, კავკასიას, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯერჯერობით პირველი მიახლოებით შეიძლება ითქვას, მაგრამ რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, ეს ნამდვილად არის მთაგრეხილი, ვინაიდან აი ორი ოთხკუთხედი, ამჩნევთ ალბათ ორი ოთხკუთხედი გამოსახულება, რომელიც მთებისაგან არის თუ შეიძლება გამოყოფილი აწეული ზევით, ესენი უკვე რა თქმა უნდა გარკვეულწილად მწვერვალებს უნდა წარმოადგენდეს. სხვაგვარად რო ვთქვათ, ჩვენ შუმერულ გლიპტიკაში ვხედავთ ისეთ გამოსახულებებს, რომლებიც ძალიან მჭიდროდ უკავშირდებიან ქართულ მგლის ლეგენდას და ზოგადად ამირანიანის თევზთან ამირანიანის მითებში მოცემულ და დაფარულ თევზთან ურთიერთობას, როგორც ამირანისა, ასევე მისი მამისა. მაშა ასე ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ თევზები გამოსახული არის ბუნებრივ მდგომარეობაში და ასევე გამოსახული არიან ზევით მფრენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მდგომარეობაში. მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ ჩვენ გვქონდეს კიდევ სხვა გამოსახულება, მაგალითად გვქონდეს, როგორც მაგალითად ანში ვეშაპოიდები იყო აღმოჩენილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ არის და თუ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ იმისათვის, რომ ჩვენ სრულად ამოვიცნოთ, მეთქი ცოტა რთული და პრეტენზიული ნათქვამი იქნება, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ თევზის ფენომენის ამორჩევას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ისეთი მატერიალური კულტურის ნიმუშების მოძიება, რომლებშიც თევზი გამოხატული იქნება აი ამ სხვადასხვა რაკურსით, ესე იგი ვერტიკალურად თავით ზევით, ვერტიკალურად თავით ქვევით და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ შუმერში ადრე დინასტიურ ეპოქაში შეიქმნა საბეჭდავი, რომელსაც ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ. ნებისმიერი კომპოზიცია შუმერში, რომელიც სასმელის მიღებასთან ან პურის ჭამასთან არის დაკავშირებული, საბანკეტო სცენად აღიქმება. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ აქ ვხედავთ საბანკეტო სცენას. თუმცა ეს საბანკეტო სცენა ძალიან კარგად ჩანს, რომ ორ ძირითად მონაკვეთად არის გაყოფილი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საბეჭდავია, ანუ ძალიან პატარა საგანი. მე ყურადღებას არ მივაქცევ ახლა მარცხენა განყოფილებას, შეიძლება ასე ითქვას, აღნიშნული კომპოზიციისა, იმიტომ რომ მინდა დროში ჩავეტიო და ძალიან ბევრი გვაქვს ალაპარაკო. ამიტომ უშუალოდ შევჩერდები ახლა კომპოზიციის მარჯვენა მონაკვეთზე. აქ ჩვენ ვხედავთ ორ ადამიანს, რომლებიც სხედან სკამებზე და მათ შუაში დგას პატარა მაგიდაზე დგას ჭურჭელი, რომელიც რა თქმა უნდა სავსე იქნებოდა რაღაცა სასმელით, ხო ძირითადად ალბათ უფრო ლუდით, იმიტომ რომ შუმერში ლუდი ძალიან ფასობდა, იგი ყველაფერში გამოიყენებოდა, არა მხოლოდ საკვებად, არამედ მიმოწვლის თვალსაზრისით, ანუ ეგრეთ წოდებული ბარტერის თვალსაზრისითაც და მეტიც ლუდი გამოიყენებოდა აგრეთვე ჩატარებული სამუშაოს ანაზღაურების თვალსაზრისითაც, ანუ იგი ფულის ფუნქციასაც კი ასრულებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ სავსებით სამართლიანად შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ აი ამ ჭურჭელში სწორედ ლუდი
ასხია. მაგრამ ვინ არიან ეს ადამიანები? ჯაჭველობის და მიხედვით ესენი ღვთაებები არიან და თანაც ძალიან მაღალი რანგის ღვთაებები, იმიტომ რომ ნახეთ ამათაც ნაოჭიანი ტანსაცმელი აცვიათ, უბრალოდ ნაოჭიანი კაბები, როგორიც ეცვა ენქის. ესენი ღვთაებები რო არიან, ეს დასტურდება აგრეთვე მათი თავსაბურავითაც, ხო, რომელსაც აქვს გარკვეული თუ შეიძლება ასე ითქვას, ქუდის ფორმა, რაღაც გვირგვინის ფორმა, მე ძალიან მაგონებს ეს ყაბალახის ფორმას, მაგრამ ეს ისევ და ისევ ძალიან შორეული, ასე ვთქვათ, ასოციაციების საფუძველზე, ამას რა თქმა უნდა გამოკვლევა ჭირდება და მრავალი სურათის და გამოსახულების შედარება ერთმანეთთან, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ამ ორ პიროვნებას, ამ ორ ღვთაებას ხელში უჭირავს, როგორც ჩანს, ხო, ხელში უჭირავს თევზი და ახლა შეხედეთ რამხელა ეს თევზის ასეთი დიდი ზომებით დატანა და გამოხატვა ერთ პაწაწინას აბეჭდავზე იმას ნიშნავს, რომ ამ თევზს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და საინტერესოა აგრეთვე თუ როგორ უკავიათ ეს თევზი. როგორც ხედავთ, ერთი ღვთაება მას თევზს პირით იჭერს, ხოლო მეორე კი მის ტანზე არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, მის ტანზე აქ ხელი მიდებული. კუდი არის თავისუფალი, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია და ცოტა ხანში ნახავთ რატომ. ანუ ჩვენ მივიღეთ, რომ გვაქვს ჩვენ უზარმაზარი თევზი ადრედინასტიურ ეპოქაში, ადრედინასტიური ეპოქა იწყება 2900 წლიდან ძველი წელთაღრიცხვისა და გრძელდება ძველი წელთაღრიცხვის 2350 წლამდე, ანუ სარგონ დიდი აქადელის იმპერიის დაარსებამდე. აქედან გამომდინარე, იგი ძალიან ძველია და დაახლოებით 1500-1600 წლით უსწრებს წინ იმ არტეფაქტს, რომელსაც ჩვენ ახლა შევადარებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვინდა, რომ თევზის ინფორმაციული, დაფარული ინფორმაციული სისტემა ზე წარმოვწიოთ, ჩვენ რა თქმა უნდა გჭირდება ისეთი გამოსახულებები, როდესაც თევზის ეს სხვადასხვა პოზიცია, ანუ მისი ჰორიზონტალური მდგომარეობა და თავით ვერტიკალურად ზევდა, თავით ვერტიკალურად ქვევით, უნდა ერთად იყოს წარმოდგენილი, რომ მან მოგწეს ჩვენ გარკვეული გზა, გარკვეული მიმართულება მისი დეშიფრირებისათვის და აქ შემოდის ისევ და ისევ ქართველური მატერიალური კულტურა. აი ახლა ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ ამ უკაცრავად საბანკეტოს სცენას ადრედინასტიური პერიოდიდან და დავათის სტელას, რომელიც დაახლოებით არქეოლოგიის მიხედვით მეოთხე საუკუნეში არის შექმნილი, ხო? რა შევადაროთ ახლა ეს ორი არტეფაქტი, რა შეგვიძლია ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა თვალში საცემია ის, რომ დავათის სტელაზეც ჩვენ მოცემული გვაქვს ორი მაღალი იერარქიის მქონე ღვთაებრივი პირი, ესენი არიან მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, ხო? და მათ ხელში უკავიათ, როგორც მეცნიერები ამბობენ, გრაგნილი. ამ გრაგნილზე მოცემული არის, ამოკაწრული არის ქართული ასომთავრული ამბანი და სავსებით სამართლიანად ერთი ფენა, რომელიც პირდაპირ გვეცემა ჩვენ თვალებში, გახლავთ ის, რომ დიახ ხდება ქართული ასომთავრული ამბანის, ანუ ქართველი ერის იგივე აღმასვლა, ანუ აღდგენა და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ქებაის ინფორმაციას უკავშირდება იგი. მაგრამ გარდა ამისა, ჩემი შეხედვით აღნიშნული გამოსახულება, აგრეთვე თევზის გამოსახულება, ესეთი უხეში ხომ შეიძლებოდა ეს გრაგნელი სრულად განსხვავებული სახის ყოფილიყო, ხო? მაგრამ არა, მისმა ავტორმა იგი სწორედ ისე გააკეთა, რომ აღნიშნულ გამოსახულებას რამდენიმენაირი ინტერპრეტაცია ჰქონოდა. ანუ ჩვენ შევძლებოდა სხვადასხვა
შრიდან ამ გამოსახულების სხვადასხვა შრიდან ინფორმაციის ამოკითხვა და ეს მეორე შრე არის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირდაპირ გავდივართ თევზზე, მაგრამ როგორ გავდივართ თევზზე? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თევზი არის თავით მიწაზე, ხო? და კუდით თუ შეიძლება ასე თქვას და ამ კუდის ნაწილის ორი ფარფლი არ ჩანს იმის გამო რომ მთავარანგელოზებს ხელი აქვთ ჩავლებული თან ზევით არის, ანუ ჩვენ აქ მოცემული გვაქვს თევზი როგორც თავით ქვემოთ ასევე თავით ზემოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ერთადერთი ფორმის ჩართვა ამ ანალიზში და ეს გახლავთ ის ჰორიზონტალური ფორმა, რომელიც გვაქვს ადრე დინასტიურ საბეჭდავზე. მაშასე მივიღეთ, რომ დავათის სტელაზე და ადრე დინასტიურ საბეჭდავზე, შუმერულ საბეჭდავზე ჩვენ გვაქვს თევზი საკმაოდ დიდი ფორმით წარმოდგენილი და მოცემული გვაქვს სამივე პოზიცია. ხო? აქვე ეს რომ ის ფაქტი რომ ჩვენ ფაქტობრივად უკვე ძალიან სწორ გზაზე ვდგევართ, დასტურდება იმითაც რომ ადამიანების რაოდენობა, უпроსტად მოდით, ღვთაებების რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ თევზთან, ორია, აქაც და იქაც, დავათის სტელაშიც და საბანკეტო სცენაშიც, უფრო მეტიც, მათ ერთნაირი ნაოჭიანი სამოსი აცვიათ და თუ დააკვირდებით, აღმოჩნდება, რომ დიახ, სწორედ ეს ასია, რაც ადასტურებს, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ღვთაებრივ არსებებთან. ძალიან კარგი, მაშინ ეხლა ჩვენ გვაქვს ისე თევზის პრობლემა, ხო? და ეს თევზი ერთადერთი ასე ვთქვათ გამოსახულება, რომელიც განასხვავებს კარდინალურად ამ ორ კომპოზიციას, სწორედ თევზის მდებარეობა, თევზი გვაქვს, მაგრამ მისი მდებარეობა სრულიად განსხვავებული. და როგორ შეგვიძლია ჩვენ მოვახდინოთ აი ამის დეშიფრირება, ანუ თევზის მდგომარეობის დეშიფრირება აი ამ მატერიალური ძეგლების საფუძველზე. აქ იკითხება ერთი რამ. თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ თევზი აგრეთვე არის იესო ქრისტეს სიმბოლო, რომლის თავით ზე აღმართული ფორმა ნიშნავს იესო ქრისტეს აღდგომას, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენც ამ გამოსახულებაში უნდა გქონდეს ანალოგიური თუ გნებავთ მკვდრეთით აღდგომა, თუ გნებავთ ზეცაში გაფრენა და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ამაღლების სცენა აშკარად მოცემულია. თუ ამ სცენას ისევ დაუბრუნდები, მაგრამ ჯერ მოდით ავიღოთ პირველი თავით ქვევით პოზა ჰორიზონტალური, ხო? უკაცრავად ვერტიკალური მდებარეობა თავით ქვევით თევზისა. როგორც ხედავთ, თევზის თავი ჯერ კიდევ მიწაზე დევს და გაგახსენებთ იმ შუმერულ ერთ-ერთ საბეჭდავს, სადაც თევზი თავისი კუდით იდგა სწორედ მიწაზე. ანუ ჩვენ აქ თავით გვაქვს თევზი მიწაზე დაყრდნობილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს თევზი ზეციდან არის ჩამოსული, კოსმოსიდან მოსული თევზი გახლავთ. ეს თევზი დღესაც ასე ვთქვათ დედამიწაზეა, მაგრამ იგი რაღაცა გარკვეული ამოცანით თუ გნებავთ, გარკვეული დავალებით ან და გარკვეული ფუნქციით ჩამოვიდა, ხო, დედამიწაზე. და ეს ფუნქცია არის უკვე გამოხატული თევზის ტანზე. ანუ ეს არის ქართული ასომთავრული ანბანი. ამ შემთხვევაში იგი უკვე წარმოადგენს ზოგადად დამწერლობას, დამწერლობის სიმბოლოა და აქედან გამომდინარე თევზის დედამიწაზე ჩამოსვლა ეს იგივეა, რაც დამწერლობის ჩამოტანა დედამიწაზე. დამწერლობის ჩამოტანა კი როგორც არაერთხელ მithქვამთ მე ჩემი საუბრების დროს, ეს გახლავთ ცივილიზაციის დაარსების უპირველესი მახასიათებელი ნიშანი. მაშასე თურმე ჩვენ დავათის სტელაზე ქონია აღბეჭდილი სწორედ ქართული ასომთავრული ანბანის დედამიწაზე დაშვება. და თუ ეს ასია, მაშინ
მაშინ რა თქმა უნდა შებრუნებული პოზიცია თევზისა ბუნებრივია რომ უნდა იყოს ამაღლება და ეს ამაღლება დასტურდება იმითაც რომ ჩვენ ვიცით იესო ქრისტეს თევზის მიერი სიმბოლიკა ხო მაგრამ სანამ აღმა სვლას დაიწყებდა თევზი მანამდე რა თქმა უნდა იგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა მოსულიყო ანუ ჩამოვიდა შემდეგ რაღაცა პერიოდი სტაბილურად უნდა ყოფილიყო დედამიწაზე მე მიმაჩნია რომ ეს სტაბილობა დღესაც გრძელდება და ეს სტაბილობა გამოხატული არის სწორედ აი ამ საბანკეტო სცენაზე რომელიც ადრე დინასტიურ ეპოქაში იყო შექმნილი ახლა ჩვენ დავაკვრინდეთ აი ამ ღვთაებების სახის გამომეტყველებას სახეზე მათ აშკარად ემჩნევათ რომ ისინი ძალიან მშვიდ და ძალიან მოსვენებულ მდგომარეობაში არიან აგერ სასმელსაც მიირთმევენ ხო ეს ყველაფერი კი გვიჩვენებს ჩვენ იმას რომ მათ რაღაცა ძალიან რთული ამოცანა შეასრულეს და ამ რთული ამოცანის შესრულების შემდეგ ისინი უკვე ისვენებენ ჩვენ მხოლოდ დავათისტელა გვატყობინებს იმ ინფორმაციას თუ რა უნდა ყოფილიყო ეს ამოცანა დედამიწაზე ცივილიზაციის დაფუძნება გახდათ ჩვენ ჯერ კიდევ აი ამ თევზის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვართ იმიტომ რომ დავათისტელის თევზის ზე ამაღლება ჯერჯერობით არ დამდგარა მაგრამ იგი აუცილებლად უნდა დადგეს ვინაიდან ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვეწოდა უკვე სულ ცოტა 1600 წლის წინ და თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს რომ შუმერშიც არის უკვე დაფიქსირებული აღნიშნული ინფორმაცია ხო თევზის აღმასვლით თავეკუდით მიწაზე და ასე შემდეგ ეს უკვე იმას ნიშნავს რომ ეს ინფორმაცია არსებობდა არ ვიცი ეს გარკვეული გეგმა იყო პროექტი იყო თუ რაღაც გარკვეული როგორ ვთქვა მცდელობა რაღაც ახლის შექმნისა თუ ასე შემდეგ მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება რომ აი ასეთ განსხვავებულ ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ გარემოში, როდესაც ჩვენ გვაქვს ისეთი არტეფაქტები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს და ზეც ამოწევენ მათში დაფარული ინფორმაციას, ისეთ ინფორმაციას, რომლის შესახებაც კაცობრიობას ძალიან დიდი კითხვები აქვს და მას უნდა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თურმე ეს შემთხვევითი მოვლენა კი არ არის, არამედ მას ძალიან ღრმა ფესვები აქვს გადგმული და აი ამ ფესვების გამოვლენა და შესწავლა არის რა თქმა უნდა საჭირო. კიდევ ერთ პუნქტზე მინდა მე თქვენი ყურადღება გავამახვილო. როგორც უკვე ვთქვი, საბანკეტო სცენაში აღნიშნულ ღვთაებებს თევზი უკავიათ პირითა და ტანით, ხო? და კუდი თავისუფალი იყო, მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენ დავადის სტელას, აღმოჩნდება რომ მთავარ ანგელოზებს თევზი უკვე პირით აღარ უჭირავთ, მათ თევზი უკვე უჭირავთ შუა ტანში და კუდში, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული აღდგომა, თევზით გამოხატული აღდგომა და ზეცისკენ სწრაფვა იგივე მკვდრეთით აღდგომა თუ გნებავთ და დამწერლობასთან ერთად კიდევ ქართველი ერის აღდგომა, რა თქმა უნდა ძალიან ახლოს გახლავთ, თუმცა იგი ჯერ არ განხორციელებულა. აი ასეთი მასშტაბების ინფორმაცია იკითხება თევზის განსხვავებული მდგომარეობით გადმოცემის დროს და ამიტომ სადაც კი შეხვდება ჩვენ თევზი და რა მდგომარეობაში შეხვდება ჩვენ იგი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეს დაკავშირებული არის უპირველეს ყოვლისა ქართველურ ინფორმაციასთან, ქართველ
ქართველურ ენებსა და ქართულ კულტურაში ჩამალულ ინფორმაციასთან და თუ ჩვენ მათი შესწავლა სწორედ აი ამ კუთხით არ ჩავატარეთ, ჩვენ რა თქმა უნდა აი იმ საჭიროებო საკითხებზე რომლებიც დღესაც აწუხებს კაცობრიობას ჩვენ რა თქმა უნდა მათზე პასუხს ვერ გავცემთ. და აი ახლა ჩემი საუბრის დასასრულს მე მინდა კიდევ ერთხელ დავათარიღო ამირანიანში უпростоრად თევზის სიმბოლოს არსებობა, ამირანიანის თქმულებების უკვე არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წერით დოკუმენტებში მოცემული არ იყო, ხო, ის რა თქმა უნდა არსებობდა და მისი არსებობა მტკიცდება სხვადასხვა საბეჭდავებზე, სხვადასხვა ბარელიეფებზე, კედლის გამოსახულებებზე და ასე შემდეგ, რაც უკვე ჩვენი შემდგომი საუბრის თემა იქნება. ახლა კი მოდით მოვხაზოთ ისევ აი ის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც რომლის განმავლობაშიც აი ეს თევზის კულტი სულ ყოველთვის უკავშირდებოდა ქართულ ფენომენს. მაშასე ჩვენ დღეს გვაქვს ამირანიანის თქმულებები, მაგრამ ძალიან დიდი ხნით ადრე და მოდით ახლა ვთქვათ, რომ ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში, მაპატიეთ ახალი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში, როდესაც დავათის სტელა შეიქმნა, ეს ინფორმაცია თევზის სხვადასხვა პოზიციების შესახებ უკვე არსებობდა. შემდეგ ჩვენ მივდივართ უფრო მეტ სიღრმეში და მივდივართ უკვე შუმერულ ცივილიზაციაში, პროტოშუმერულ ეპოქაში, ანუ გვიანი ურუქის ეპოქაში, ეს გახლავთ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 3500 წელი, შემდეგ მივდივართ კიდევ უფრო ღრმად და ეს გახლავთ უკვე ვეშაპოიდების ფაქტორი, რომელიც 5000 წელს უდრის და კიდევ უფრო ღრმად მივდივართ უკვე ერიდუში, ეს გახლავთ ძველი წელთაღრიცხვის 5400-5300 წლები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ესე იგი გვაქვს 8000 სულ ცოტა 8500 წლიანი უზარმაზარი პერიოდი, რომლის დროსაც ჩვენი ამირანიანის, ჩვენი ღმერთკაცის და მისი ოჯახის წევრების თევზთან კავშირის ურთიერთობა იყო კოდირებული, გადამალული, დაფარული და მას წინ წამოწევა სჭირდებოდა. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ჩვენ დღეს ეს ოდნავ შევძელით, მაგრამ ჩვენს შემდეგ საუბარში ამირანსა და თევზზე, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვექნება სათქმელი. მაშასე, ამით დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემაც. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ.